მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმებ მაყურებელს. ბოლო ერთი კვირაა გაუჩერებლად მოძრაობ ჩემს თანამებრძოლებთან, მეგობრებთან ერთად სხვა მუნიციპალიტეტებში მოვიარეთ თეთრი წყარო, გარდაბანი, შესაძლებლობის ფარგლებს, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ მუნიციპალიტეტებში ყველა მისამართზე ვიყავით. თეთრი წყარო, გარდაბანი, რუსთავი, ხარაგაული, ლანჩხუთი, დღეს დილით ვიყავი ხულოში, შვახევში, ძირითადად კონცენტრირებული ვარ იმ პრობლემებზე, რასაც ჩვენი ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატები აწყდებიან. ეს პრობლემები არის ძიმე პრობლემები, მათ შორის კორუფცია, მათ შორის დევნა, საჯარო მოხელეების ან პედაგოგების, ბაღის მასწავლებლების და ასე შემდეგ. ჩავდივართ, ვესაუბრებით. ჩვენი აქტივობების მხოლოდ ნაწილი არის საჯარო სოციალურ ქსელში, რასაც ვაქვეყნებთ და მეორე ნაწილი არის არასაჯარო ინდივიდუალური შეხვედრები, როცა ვხვდებით მოქალაქეებს, მაგრამ მათ საჯაროობისგან ვიცავთ, იმიტომ რომ კი საფრთხე ამ ქვეყანაში რეპრესიის და დევნის არსებობს, განსაკუთრებით მათ თავზე ტრიალებს ეს ფიცხვილის თქვა, ვინც ან საჯარო უწყებაში მუშაობს, ან სკოლებში, ბაღებში ან უნივერსიტეტებში ასწავლიან აკადემიური თუ ზრუნველობით საქმიანობაში არიან ჩართული. ამიტომ არასაჯარო ნაწილიც არსებობს. პრობლემებით არის გაჯერებული მთელი რეგიონები, მაგალითისთვის რომ ვიქრა, მე რა სიმძიმე რო დავინახოთ, მარტო ლანჩხუთის რაიონში 2016 წლიდან ქართულმა ოცნებამ 8 საბავშვო ბაღი ააშენა. 8 საბავშვო ბაღი. რაც კარგია, ხო, ისმის რომ ქართულმა ოცნებამ 8 საბავშვო ბაღი ააშენა. აქედან 7 უკვე არის ამორტიზებული. 3 ოფიციალურად დანგრეულია, მიწასთან გასწორებულია. დანარჩენი არის დახურული, უბრალოდ სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს და ერთადერთი ბაღია დარჩენილი, რომელზეც დასკვნა არსებობს სამხარაო დასკვნა და შემოდგომის სეზონი ვეღარ გაიხსნება და ისიც გაიხურება. ასევე იმავე ლანჩხუთის რაიონში რომ გითხრათ, არსებობს ჯურუყვეთის თემი ასეთი სოფელი, სადაც ერთ სოფელში დაანგრიეს 2 საბავშვო ბაღი და 1 საჯარო სკოლა. ანუ ერთ სოფელში 2 საბავშვო ბაღი და 1 საჯარო სკოლა. მართლა რასაც უყურებ ახლა მე რეგიონებში არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ გამოცხადებული გენოციდის მცდელობა. ქართველი ხალხის გენოციდია ეს, როცა ყველანაირად ცდილობენ გაანადგურონ საერთოდ ყველანაირ დასაყრდენი სკოლა, საბავშვო ბაღი, ქარხნები, თუ რამე ან ძველი სივრცეები, ყველაფერი განადგურებენ, მიწასთან მოასწორებენ და შემდეგ გადაწყვეტილებებს აღარ იღებენ ახლის აშენებასთან დაკავშირებით. რა არის ივანიშვილის მიზანი? რომ აიყაროს ალბათ ქართველი ხალხი საქართველოს მოქალაქეები საკუთარი ფუძიდან და ან ემიგრაციაში წავიდნენ, ან დედაქალაქში გადმონაწილდნენ. რაც რა თქმა უნდა წარმოუდგენელი სიმძიმეა. უბრალოდ ერთ-ერთი სკოლა ვნახეთ ასევე ხარაგაულში, სადაც ქალბატონი მეუბნება 40 წლის განმავლობაში ასწავლიდა ერთ და იმავე სკოლაში. 40 წლის განმავლობაში და ნუ ახლა დაანგრიეს ის სკოლა, დაპირდნენ აშენებას, მაგრამ მხოლოდ ნანგრევებია. ყველა ამ შემთხვევაში საუბარი არის კორუფციაზე და ირაკლი კობახიძე როცა გამოდის ეთერებში, იტყუება ჩვენ საუბრე ხა ლანჩხუთზე და ლანჩხუთში ასეთ პრობლემებზე, ხო? ყველა ამ სოფელში და თუ მოიკითხე მაგ სოფელში რომელმა პარტიამ გაიბარჯვა ბოლო არჩევნებზე? ლანჩხუთში ან კონკრეტულად მაგალითად ჯურუყვეთში. მაგალითად ლანჩხუთში. ხო, იმიტომ რომ გურია არის რეგიონი, სადაც ქართული ოცნება იგებს ყველა სოფელს თითქმის და ყველა რაიონს დიდი უპირატესობით. მიუხედავად იმისა, რომ ამ ასეთი პრობლემებისა და მაინტერესებს ეს თუ კითხი ამ ხალხს, რომ ქართულ ოცნებას რატო აძლევენ ისევ ხმას ამდენი პრობლემების მიუხედავად? ძირითადად ქართული ოცნება იგებს იქ, სადაც რეპრესია, სიღარიბე, სოციალურად დაუცველთა მაჩვენებელი არის მაღალი. მე არ ვეკითხები მოქალაქეებს, მეორე მსგავს შეკითხვებს აი ვის მიეცით ხმა, ან ქართულ ოცნებას თუ მიეცით ხმა, რატო მიეცით ხმა. ეს მათი გადასაწყვეტია, მე ვესაუბრები სიმართლეზე, ვესაუბრები რეპრესიებზე, ვესაუბრები რომ ამ რეპრესიების დაძლევა შეიძლება იმ შემთხვევაში თუ შევძლებთ რომ რაღაც ტალღა, დიდი ტალღა ავაგოროთ, ერთი სწორი პოლიტიკური სტრატეგიით და მეორე პროტესტით. ამ ორის კომბინაციით შესაძლებელია რომ იმედი გავაჩინოთ ცვლილების, ნიჰილიზმი გადავაგდოთ, ნიჰილიზმი რომელიც არჩევნებთან მიმართებაში დანერგეს, ნიჰილიზმი რომელიც ოპოზიციასთან მიმართებაში დანერგეს და დასაწყისში მკითხე და არ მინდა რომ გამორჩეს და შეგხვდა კრიტიკა თუ იყო და კი ძალიან დიდი კრიტიკაა მათ შორის ოპოზიციის მისამართით. არა მხოლოდ ხელისუფლების. ხელისუფლებას შეიძლება ითქვათ რომ ეზიზღებათ.
მაგრამ ოპოზიცია ძალიან აკრიტიკებენ. რის გამო? ითხოვენ ოპოზიციური პარტიების მხრიდან შეთანხმებულ სტრატეგიას, ერთმანეთთან შეთანხმებულ სტრატეგიას. მეორე, ითხოვენ ოპოზიციის მხრიდან მეტ მუშაობას და მეტ ჩართულობას. განაწყენებულები არიან იმაზე, რომ ოპოზიციური ორგანიზაციები რეგიონებში შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არ გამოვიყენებს სიტყვა განადგურდას, მაგრამ ან განადგურების პირასაა, ან მძიმე მდგომარეობაშია. რატო არის მძიმე მდგომარეობაში? თუ აქამდე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ყავდათ წარმომადგენლობები, ერთეული შემთხვევები თუნდაც მაჟორიტარების გამარჯვების, საკრებულოებში 10-ზე მეტი დეპუტატი ყველა მუნიციპალიტეტში იყო მინიმუმ, რომელიც მუშაობდა და ადგილობრივების პრობლემებს აშუქებდა, საკრებულოში ჩართული იყვნენ და ასე შემდეგ. დღეს უკვე ეს სისტემა მოშლილია, დარჩენილია მხოლოდ ძირითად მუნიციპალიტეტებში, ლელოა მხოლოდ დარჩენილი და კი ძალიან დიდ უმცირესობაში ვართ მერაბ და რთულია მუშაობა 45 წევრიან საკრებულოში, როცა 1 და 2 წევრი ყავს, იქ წნეხით ძალიან დიდია და შემდეგ მარტო ვართ ამ ბრძოლაში, სამწუხაროა, რომ მარტო რო ვართ, იმიტომ რომ მაგალითად, ახლა ხანს გაახსენდა თურმე ზოგიერთ ოპოზიციონერ კოლეგას, რომ თურმე ბოიკოტი არ არის გამოსავალი და სალომე ზურაბიშვილმა თქვა ეს ჩემი ბოლო შეკითხვა იქნება შენთვის, მაგრამ პარალელურად ალბათ ნახავდი ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დასკვნას, სადაც პირდაპირ წერია, რომ ამ ეტაპზე საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება არის შეუძლებელი. და რას ფიქრობ ამ ყველაფერზე? დემოკრატიულ არჩევნებს ჩვენ არ ველოდებით ივანიშვილის მხრიდან. მერაბ ამაზე ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ და ვამბობთ, რომ ივანიშვილი არის ავტორიტარიზმის პირობებში აყვავებული ბოროტება, რეჟიმი. რეჟიმს როცა ეძახი პოლიტიკურ ძალას, როგორ შეიძლება მან დემოკრატიული არჩევნები ჩაგიტაროს? და არ შეიძლება, შეუძლებელია მის ინტერესებში არ არის დემოკრატიული არჩევნები რო ქონდეს, პოლიტიკოსებს დაიჭერდა, ამდენი სისხლის სამართლის საქმე იქნებოდა აღძრული, ამდენი პოლიტპატიმარი გვეყოლებოდა, არა რა თქმა უნდა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩამტარებელი ერთი ივანიშვილი არ არის, მოთხოვნებს, რომელსაც რიგი ოპოზიციონერები აყენებენ ხოლმე 6 პუნქტი ცენტრალურ საარჩევნო კომისია გადმოაბარე ოპოზიციას და მხოლოდ ამ შემთხვევაში მივიღებთ არჩევნებს მონაწილეობას და შემდეგ. ეს ხო ზღაპარია, თამაშია. ეს არის თამაში ბიძინა ივანიშვილთან და ჩვენ არ ვაპირებთ ბიძინა ივანიშვილთან თამაშს. ჩვენ ვთავაზობთ ყველას, როგორც ერთ რიგით მოქალაქეს, თქვენც გთავაზობთ იმას, რომ ერთად დავდგეთ ამ ბრძოლაში და ისეთი ძალა გამოვასხივოთ ერთიანი სტრატეგიით, ყოველგვარ რაღაც ურთიერთდაპირისპირების გარეშე, ოპოზიციური პარტიების ერთმანეთის ლანძღვის გარეშე დავდგეთ. ოპოზიცია მაგარი ერთად დგომის მიზნით შექმნა ალიანსი, რომელსაც თქვენ არ შეხვედით. თან ამბობთ, რომ ერთად დავდგეთო, თან ალიანსში არ შეხვედით. არა, მერაბ, ერთად დგომა 26 მაისს აპირებთ აქციაში მონაწილეობის მიღებას. ერთად დგომა მერაბ რა ნიშნავს? ერთად დგომა ნიშნავს ერთიან სტრატეგიას. თუ მე და თქვენ ერთად ვართ, ესე იგი ერთნაირად უნდა ვფიქრობდეთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ მომდევნო თუნდაც 1 წლის განმავლობაში. და როგორ შეიძლება იმ პოლიტიკურ ძალასთან მქონდეს ალიანსი, ან ბლოკი, ან საარჩევნო გაერთიანება, რომელიც ამბობს, რომ არჩევნებს საერთოდ არ აღიარებს. მე ვამბობ, რომ არჩევნები არის გამოსავალი და მაგალითად აი თქვენ რო ალიანსის წარმომადგენელი იყოთ. თქვენ ამბობთ მერაბ, რომ არჩევნები გამოსავალი არ არის. ბოიკოტია გამოსავალი. როგორ შეიძლება თქვენ გამოსავალი? ანუ ერთიანობა არ გამოვა თავისთავად, ესე გამოდის იმდენ. არა, უნდა გამოვიყვანოთ. იდეებზე უნდა ვილაპარაკოთ. ამაზეა სწორედ საუბარი, იდეაზე უნდა სწორ პოლიტიკურ სტრატეგიაზე უნდა ვილაპარაკოთ. ბოიკოტმა რა მოიტანა? მოიტანა ის, რომ ახლა აწუწუნდა რიგი ოპოზიციონერები აწუწუნდნენ იმაზე, რომ თურმე 19% ქონია კალადეს და თბილისი გაატანეს და დაუთმეს. ახლა მიხვდნენ ამის შესახებ? აქამდე არის ხო რო ვამბობდი რომ ამ თემაზე უფრო ცლად დაგელაპარაკები, როცა თბილისში ჩამოხვალ და სტუდიაში მესტუმრები, მარტო ჩართვით იმედი არ შემოიფარგლები. მადლობა დიდი ირაკლი კუპრაძე, გვერდთვებოდა ბათუმიდან.